სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გვაქვს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა, მინდა მოკლედ მოგიყვეთ, წავიკითხოთ თუ ვინ დაწერა ბიბლია, როდის, რამდენი წლის განმავლობაში იწერებოდა, რა არის ბიბლია და ასევე მოასმენიეთ შულებსაც, პატარებსაც და ძალიან საინტერესო იქნება შეგვეწიოს უფალმა. ბიბლია ბერძნულად, წიგნებს ნიშნავს და ბიბლია, ღვთივშთაგონებულ წიგნთა კრებული არის, რომელიც დაწერილია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ სული წმინდის ბრძანებით. სიტყვა ბიბლია თვით წმინდა წიგნები არ ხდება, მეგობრებო, და იგი პირველად გამოიყენეს წმინდა წიგნთა კრებულის მიმართ აღმოსავლეთში მე-4 საუკუნეში, აი წმინდა იოანე ოქროპირისა და ეპიფანე კვიპროსელის მიერ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ბიბლიაზე საუბრისას ხშირად ვიყენებ ჩვენ აი ტერმინს წერილი, ხო? ანუ წმინდა წერილი, რომელიც წარმოადგენს ეკლესიის წმინდა გადმოცემის წერილს. ბიბლია არის წმინდა წიგნი, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის გადარჩენაზე, იესო ქრისტეს ღვთის ძის მეშვეობით. დაახლოებით 700 ენაზე არის თარგმნილი და ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში. ძველი აღთმა წინასწარმეტყველებს მესიას და მესიაზე საუბრობს და ღმერთის სასუფევლის, ხო, ის მოასწავებს და ყველაფერს, ანუ ქრისტეს მოასწავებს და ყველა, ესე იგი, წინასწარმეტყველი, ესე იგი, საუბრობს მესიაზე და ხოლო აი ახალი აღთმა გვიჩვენებს ამ წინასწარმეტყველების შესრულებას, ანუ იესოს დაბადებით, ცხოვრებით, სწავლებით, ხო, ქადაგებით, ჯვარცმით და აღდგომით. ბიბლიის ღვთივშთაგონებაა, ხო. მეგობრებო, ბიბლიას, ესე იგი, ბიბლიას წერდა 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ბაბილონში, რომში, საბერძნეთში, იერუსალიმში. ბიბლიის ავტორები სხვადასხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ. ანუ იყვნენ, ესე იგი, წყემს ამოსიდან, ამოსი იყო ესეთი წინასწარმეტყველი, წყემს ამოსიდან მეფე დავითამდე და სოლომონამდე. ხო? ნუ დავით, ესე იგი, სხვადასხვა განათლების დონე ჰქონდათ მათ, ხო? აი, ნახეთ, წმინდა იოანე უბრალო მეთევზე იყო. წმინდა პავლე მოციქული დაამთავრა იერუსალიმის რავინთა აკადემია. ბიბლიის ერთიანობა შეიმჩნევა მის მთლიანობაში პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე. ანუ მის მრავალფეროვნებაში ერთი ტექსტები ადასტურებს, განმარტავს და ავსებს მეორეს. ანუ შინაგანი შეთანხმულობა და ესე იგი, ნახეთ, ამისთვის მხოლოდ ერთი ახსნა არსებობს, რომ ეს წიგნები დაწერილი იყო წმინდა სულის შთაგონებით. ანუ წმინდა სულის შთაგონების მის მიერ არჩეული ადამიანების მიერ. წმინდა სული არ კარნახობდა ჭეშმარიტებას ზეციდან, ესე ვთქვათ, ანუ არამედ თანამონაწილეობდა. ნახეთ, თანამონაწილეობდა ავტორთან წმინდა წიგნის შექმნის შემოქმედებით აი პროცესში. ამიტომ მოკლედ ჩვენ შეგვიძლია აი შევამჩნიოთ მისი ავტორების ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური და ლიტერატურული თავისებურებები, ხო? აი მაგალითად ნახეთ, ანუ წმინდა წერილი, ხო, ბიბლია არ არის ღვთაებრივი პროდუქტი, ასე ვთქვათ, სიტყვა შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ხო, დღევანდელი ტერმინით, რომ გასაგები იყოს უფრო მარტივად, ხო, არამედ ნახეთ, ღვთაებრივ ადამიანური თანაშემოქმედების, ესე იგი, ერთობლიობაა, ხო? წმინდა წერილი ღვთაებრივი და ადამიანური ნების
ერთობლივი მოქმედების შედეგია. ასეთ მოქმედებაში ადამიანი არ არის, ესე თქვა, პასიური იარაღი და უპიროვნო ინსტრუმენტი ღვთისა, ხო? ღმერთის, არამედ ხდება მისი თანამშრომელი და თანამონაწილე მისი ყველა კეთილი მოქმედებისა. ეს მტკიცება ეკლესიის დოგმაა და იწოდება ღვთივ შთაგონებად. არის ასევე კანონიკური და არაკანონიკური წიგნები და არის ასევე აპოკრიფები. ამაზე სხვა დროს. ბიბლიის ნახეთ ახლა სწორი გაგება და გამარტება. ბიბლია, ესე იგი ეკლესიის წიგნია, მეგობრებო, ღმერთი ადამიანს მარტო არ გადაარჩეს, ასე თქვა, ანუ გადარჩევნა ხდება ეკლესიაში, ამის თქმა მინდა. ღვთის, ესე იგი ეკლესიის საიდუმლოებებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რაც შეიძლება ხშირად, სადაც თავად უფალი იმყოფება და ესე მოქმედებს, ხო? ეკლესიამ არა მხოლოდ შეინახა ბიბლია, არამედ იცის მის სწორად განმარტებას, რადგან წმინდა სული, რომელიც ბიბლიის ავტორებს, ესე იგი შთაგონებდა, ხო? ანუ დღესაც ცხოვრობს ეკლესიაში და მას ხელმძღვანელობს. ამიტომ ეკლესია გვასწავლის, მეგობრებო, როგორ წავიკითხოთ და გავიგოთ ბიბლია სწორად და რა არის მთავარი და მარადიული და რა, ესე იგი, რა იკვლევს მხოლოდ ისტორიულ დროს. ანუ ჩვენ ამიტომ არის ჩვენ რომ იცით თქვენ, ვინც ახლა პირველად მისმენს, არღზე არის, ესე იგი, ძველი აღთმა, დაბადება არის ჯერ მხოლოდ თითქმის ყველა თავი და ასევე ახალი აღთმა არის მთლიანად სრულად მათეს სახარება და იოანეს სახარება წმინდა მამების გამარტებით და ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მოусმინოთ და უცვლელად მოусმინოთ. და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ ვისაც ჯერ კიდევ არა გაქვთ გამოწერილი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ არხი. ღმერთმა გაგახაროთ და დაგვიცოთ. გავაგრძელოთ, ნახეთ, ვაგრძელებთ, ესე იგი, ბიბლიის დაწერის ანუ დრო, ნახეთ, ბიბლიური, ესე იგი, წიგნები დაწერილია, მეგობრებო, სხვადასხვა დროს და დაახლოებით 1500-1600 წლის განმავლობაში, ხო? ქრისტეს შობამდე და მის შობის შემდეგ. ანუ პირველი, ესე იგი, პირველი იწოდებიან ძველი აღთმის წიგნებად, ხოლო მეორენი, ესე მეორე ახალი აღთმის წიგნები, ხო? ძველი აღთმის წიგნები დაწერილი იყო ძველ ებრაულ ენაზე, გარდა დანიელისა და ეზრას წიგნების ზოგიერთი ნაწილისა, ხო, რომლებიც დაწერილია არამეულ ენაზე. ხოლო ახალი აღთმა ძველბერძნული ენა არის, ანუ ალექსანდრიულ დიალექტზე, კოინეზია ეს ქვია ამაგას. თავდაპირველად ბიბლიური წიგნები დაწერილი იყო პერგამენტზე ან პაპირუსზე, ანუ ბასლი, რეწმი, ჯოხი და მელნით, გრაგნილი გრძელი ლენტის სახით ჰქონდა და დახვეული იყო ჯოხზე. ტექსტი ძველ გრაგნილებში დაწერილი იყო დიდი კაპიტალური ასოებით, ხო? ესე იგი, ნახეთ, თითოეული ასო იწერებოდა ცალ-ცალკე, მაგრამ სიტყვები ერთმანეთისგან არ იყო გამოყოფილი. ანუ მთელი სტრიქონი იყო როგორც ერთი სიტყვა, ხო? მაშინ არ იყო ეს გაყოფა და ასე შემდეგ. კითხვებმა უნდა გაყოს სტრიქონი სიტყვებად. ანუ ძველ ხელნაწერებში ასევე არ იყო პუნქტუაციის ნიშნები. არც, ესე იგი, ასპირაცია, არც აქცენტი. ხოლო ძველ ებრაულ ენაში, ნახეთ, მეგობრებო, ძველ ებრაულ ენაში ასევე არ იწერებოდა ხმოვანი ასოები. წარმოიდგინეთ, მხოლოდ თანხმოვანები იყო, თანხმოვანი ასოებით იწერებოდა. ძველი აღთმის წიგნთა კანონი საბოლოოდ დაამტკიცეს ლაოდიკიის კრებაზე 364 წელს და კართაგენის კრებაზე 387 წელს. ფაქტობრივად კი ეკლესია იყენებდა ძველაღთმიან კანონს და მის ახლანდელ სახით უძველესი დროიდან, ხო? ასე წმინდა მელიტონ სარდიელი წერილში, ესე იგი, ანესიმიოსადმი, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 170 წლით, უკვე მოყავს ძველი აღთმის წიგნთა სია, ხო? რომელიც თითქმის სრულიად ემთხვევა მე-4 საუკუნეში დაამტკიცებულს.
ახალი აღთმის კანონი ზოგადად დაახლოებით ჩამოყალიბდა უკვე მეორე საუკუნის შუაში, რასაც მოწმობს ახალი აღთმის წერილების ციტირება, 60 კულტ მამები და ესე იგი მეორე საუკუნის აპოლოგეტიკა, აპოლოგეტთა მიერ უკაცრავად მაგალითად აი წმინდა ირინეოს ლიონელის მიერ, ხო? ირინეოს ლიონელი ცნობილი წმინდა მამა არის. შეხედეთ ანუ სიტყვათა დაყოფა ბიბლიაში მეხუთე საუკუნეში შემოიღო ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ევლალიოსმა. თანამედროვე თავებად დაყოფა იღებს სათავეს კარდინალ სტეფან ლანგტონისგან, რომელმაც ლათინური თარგმანი ბიბლის ქვია ვულგატა, ხო. 1205 წელს დაახო, ხოლო 1551 წელს ჟენეველმა ბეჭდავმა რობერტ სტეფანმა შემოიღო თავების თანამედროვე დაყოფა მუხლებად. ეხლა როგორი არის ბიბლის წიგნთა კლასიფიკაცია? ბიბლიის ძველი და ახალი აღთმის წიგნების იგი კლასიფიცირდება კანონმდებლურ, ისტორიულ, საგანმანათლებლო და წინასწარმეტყველურად, ანუ მაგალითად ახალ აღთმაში კანონმდებლურია სახარებები, ისტორიული, თქვა მოციქულთა საქმეები, საგანმანათლებლო, წმინდა მოციქულთა ეპისტოლეები, ხოლო წინასწარმეტყველური წიგნი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება არის, ეს წინასწარმეტყველური წიგნი არის, ხო, რომელიც იოანე მოციქულმა, ღვთისმეტყველმა, ანუ იგივე ვის სახარება დაწერა, იოანეს სახარება, გამოცხადება, იგივე აპოკალიფსის დაწერა, ხო? ეხლა ბიბლიის თარგმანი 70 მთარგმნელის ბერძნული თარგმანი სეპტუაგინტა დაიწყო ეგვიპტის მეფე პტოლემეუს ფილადელფოსის ნებით ქრისტეს შობამდე 271 წელს. ეს არის სეპტუაგინტა, რომელსაც ჩვენ ხელმძღვანელობთ, ესე ვთქვათ და დასავლეთი, ანუ კათოლიკები ხელმძღვანელობენ ვულგატით. ეს არის მეგობრებო მართლმადიდებელი ეკლესია, მოკლედ ამ დროიდან იყენებს წმინდა წიგნებს 70-ის თარგმანით, ანუ სეპტუაგინტა, 70 ან 72, ხო? და ლათინური, რაც ზემოთ გითხარით, ლათინური თარგმანი ვულგატა გამოქვეყნდა 384 წელს ნეტარი იერონიმეს მიერ. ანუ 382 წლიდან ნეტარი იერონიმეს ტრიდონელი თარგმნიდა ბიბლიას ბერძნულიდან ლათინურად. სამუშაოს დასაწყისში იყენებდა ბერძნულ სეპტუაგინტას, მაგრამ მალე გადავიდა უშუალოდ ებრაულ ტექსტის გამოყენებაზე. ეს თარგმანი ცნობილი გახდა როგორც ვულგატა, ედისიო ვულგატა, ხო? ეს არის ფართოდ გავრცელებულს ნიშნავს, ანუ საყოველთაოდ ცნობილს. ტრიდენტის კრებამ 1556 წელს დაამტკიცა წმინდა იერონიმეს თარგმანი და იგი შევიდა საყოველთაო გამოყენებაში დასავლეთში. ეს იყო ძალიან მოკლედ მეგობრებო ბიბლიის შესახებ და ძალიან საინტერესო არის და რომ ესე იგი ზოგადად ვიცოდეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა.